სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა ცოტათი, ესე ვთქვათ, ძალიან მიამიტური კითხვა არის, ამიტომ არ დაიბნეთ. ბატონ ჯონს ახასიათებს გარკვეული იუმორი და მე შევეცდები რომ უფრო გადმოცეს მაქსიმალურად. საქმე ეხება და ეს სერიოზული საკითხია ბევრისათვის ამერიკაში რომ იცოდეთ. განსაკუთრებით ცივი ომის დროს, ხომ, ცივი ომის დროს იყო ეს საშიშროება ორივე მხარეს, მაგრამ ამერიკაში უფრო რომ ემზადებოდნენ ისინი, რომ მომხდარიყო ეს კატასტროფა. ასევე ქრისტიანი მორწმუნეებიც ამას უკავშირებდნენ უკვე ქრისტეს მოსვლას. როცა დაიწყებოდა ეს ატომური, იცით ხო, ატომური ომი ძალიან ახლოს იყო, როცა განალაგეს ეს რაკეტები კუბაში. ხრუშოვის დროს, იცით ხო? და ეს შიში ამას პროპაგანდაც თესავდა და ქრისტიანები ამას უკავშირდებდნენ მეორედ მოსვლის იმას და იყო სპეციალური დარიგებებიც რომ მოემარაგებინათ საკვები. და ასევე სარდაფებში გაეწყო და პიროვნება ცხოვრობდა კიდევაც ამაზე ფილმიც არის გადაღებული, თუ არ მეშლება ლეონარდო დიკაპრიო თამაშობს, მე არ მახსოვს ახლა. და ეს სერიოზული პრობლემა იყო 60-იან წლებში, 70-იან წლებში. და ახლა როდესაც ეს მოვლენები ხდება, ხომ იქ რომის პაპი დაჭრეს, იცით ხო, ამ დღეს ზუსტად, როდესაც ეს იწერება თუ წინა დღეს მოხდა ეგ ამბავი, იწყება საბჭოთა კავშირის ესე ვთქვათ დაშლის პროცესები 91 წელია და ესენი ყველაფერი მათ აფიქრებინებს იმას, რომ ახლოს არის მეორედ მოსვლა. და აქედან მოდის ეს კითხვებიც, ასე რომ არ იმასაკნათ, სასაცილოდაც არ მიუდგეთ ამას, ბევრისათვის ეს სერიოზული პრობლემა იყო და ბევრი წიგნები და ავტორები გამოდიან და ეუნებიან უკვე და ამაზე სპეკულირებენ, რომ ადამიანებმა მოიმარაგონ საკვები და ყველაფერი ამის გავსი, რომ შეხვდნენ დიდ გასაჭირს, დიდ ურვას, რომელიც გამოცხადების წიგნში აღწერილი იესო ქრისტეს მოსვლამდე, ხო? და ეს ბევრი კითხვები ამას უკავშირდება. ესე რომ პიროვნება ესეთ კითხვას სვავს. დღევანდელი სიტუაციიდან გათვალისწინებით, სადაც და ჯონი ეუნება რის ფონზე რა სიტუაციას გულისხმობ თქვენ, მამაკაცი, დღევანდელი სიტუაცია, როცა ჩვენ ხედავთ, რომ ქრისტეს დაბრუნება გარდაუვალია და მე ვგრძნობ და ხედავ კიდევაც რომ სოფლიოში მოდის ერთი სოფლიო მართველი, ანუ ანტიქრისტე და რომელიც ვიცით რომ გაჩნდება ევროპის საერთო ბაზარზე. და ბევრი წინასწარმეტყველება ბიბლიური იწყებს უკვე განხორციელებას და ჩვენ ვიცით რომ ამას მოყვება ატაცებაც. მე ვკითხულობდი ჰალ ლინდსის წიგნებს და იქ უბრალოდ წერია და თქვენი აზრიც მინდა და გამეგო. რას ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს ქრისტიანების დამოკიდებულება საკვების მომარაგების საკითხთან დაკავშირებით? ჯონ მაკარტური პასუხობს. ასაგებია. ისე მე უბრალოდ ძალიან ცალსა პასუხს გაგცემდით. მე ფიქრობ, რომ ეს არის სრულიად სასაცილო და სრულიად უაზრო. აბსოლუტური ეს არის სასაცილო. გასაგებია მამაკაცი ეუბნება და ჯონი აგრძელებს. მე მაინც ატაცებული უნდა ვიყო, სანამ ეს უბედურება დაიწყება. და ჩვენ გვახსოვს, რომ ქრისტიანს არასოდეს მოუწოდებენ, რომ ამისათვის მან მოაგროვოს რაიმე მატერიალური ნივთები. გასწორთ ხომ იესოს სიტყვები ჩრჩილზე და ჟანგზე, რომ არ უნდა დავაგროვოთ აქ არაფერი. და მამაკაცი აგრძელებს. მაშინ როგორ ახსნით იოსებს ეგვიპტეში, როცა მას უთხრეს, რომ მოეგროვებინათ ხორბალი, სანამდე შიმშილი დაიწყებოდა, რომელიც იმ მიწაზე დადგებოდა. და ჯონი პასუხობს. არ დაგავიწყოთ, ეს ღმერთმა უთხრა მას ამის გაკეთება. დიახ, თქვენ მართალი ხართ, ჯონ. და თუ ღმერთი გეტყვის თქვენ ამის გაკეთებას, მაშინ გააკეთეთ. კარგით. და ჯონი აგრძელებს. მაგრამ თუ თქვენ უკვე გესმით ღვთის ხმები, ღვთის სიტყვები, შეგიძლიათ მე სხვა შეკითხვა დამისვათ და ის გაგცემთ პასუხს. მაგრამ მე ერთი რამე მაწუხებს. ნახეთ, ჩვენ ისე მივდივართ და ეს არის ის ვარაუდი, რომ ზოგიერთებს წამთ, რომ ჩვენ ქრისტიანები გავივლით ამ დიდ ურვას და დიდ გასაჭირს. და მამაკაცი ეუბნება, დიახ, ეს მართალია. და მე ფიქრობ, ჯონი ამბობს, რომ ეს არასწორია, ეს არასწორი შეხედულებაა. ქრისტიანები ატაცებული ვიქნებით. ჩვენ ამ რწმენითა ვართ. და მე ძალიან პირადად არ მინდა ამ საკითხზე დავკავდე და გამიტაცოს ამ ფიქრება. მაგრამ ფიქრობ, რომ მომავლის შიშის გამო საკვების მარაგის შეგროვება ცოტა უაზროდ მეჩვენება პირადად მე.
დაუშვათ გააკეთეთ ეს და რას აპირებთ მე? და მე ყოველთვის უსვავ ხოლმე ამ კითხვას იმ ადამიანები, რომლებიც ამ საკითხს ესე უყურებენ. როდესაც ისინი მეუბნებიან, რომ იცით ჩვენ ზოგავთ, ჩვენ გვაქვს სარდაფი მიწაში და ვაგროვებთ იქ. და მე უსვავ ხოლმე რამოდენიმეს უთხარ ესეთი რამე. კარგით, როცა ეს მოხდება, იცოდეთ რომ მე თქვენთან მოვდივარ. და მე წამოვიყვან ყველა გაჭირვებულს, ღარიბსა და მშიერს. და თქვენ შეგიძლიათ გამოყვებოთ ისინი? იმიტომ რომ ბიბლია ამას გვეუბნება, ასე არ არის? რა, თქვენ მარტო თქვენთვის იმარაგებთ ამას? რას უშევით იმ გაჭირვებულ ადამიანებს? ასე რომ თქვენ თუ ინახავთ მას იმიტომ რომ გჯერათ გასაჭირის შემდგომი ატაცების, თქვენ ინახავთ მას მთელი სამყაროსათვის გასაზიარებლად. კაცობრიობა ვინც იქნება. იმიტომ რომ ისინი ძალიან შივრები იქნებიან მაგ დროს. და ეს ძალიან მშვენიერი მაგრა. შეძლებთ კი ამას? ასე რომ გთხოვთ, ნუ იქნებით ეგოისტები ამ საქმეში. მარტო თქვენთვის ნუ მოიმაგრეთ ამ საკვებს. გასაგებია? მადლობთ.